გოლიდან. ეთყობა შემოეხა მაისური მთაკაც გორგოძეს. და იგი 27 ნომრითაა ამინდორზე. იაპონიის შერკინება და ჩაწვე. გამოიტანა მაინც მათმა მერვე ნომერმა ბურთი. წესი არ დარღვეულაო, საჯმახელითა ნიშნა გააგრძელეთო თამაში, გააგრძელეს და დაარტყეს აუტში. გორომარუმ დაარტყა აქეთ დასავლეთ ტრიბუნებთან და თავისავე ნახევარზე იაპონელებმა ბურთი აუტში გადაიტანეს. აუტს ჩვენ ვაწვით. მამუკაშვილმა უნდა აგდოს. ქართული კლუბის არმიის მოთამაშე გახლავთ, იგი მერვე შეხვედრას ატარებს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ვერ აგდოს სამწუხაროდ ზუსტად ან შეიძლება მხტომელმა ვერ გაუგო, შეიძლება ამ წევებმა და ასე შემდეგ და მოკლედ გადაეცა მეტოქეს აქვს ბურთი. ზირჩადეს ჯერ 65 მეტრი აქვს გასავლელი, მაგრამ აი ესე შეგვაშინეს, ისეთ კონჩეტევა წამოიწყეს აი პირველი ტაიმისთვის წამატებულ დროში, რომ ნებისმიერ დროს როცა მათ ბურთი აქვს, სახიფათოა. ჩვენ დაგვრჩა ბურთი მათი გადაკიდებული, კვირიკაშვილი დაეუფლა მას, ფეხით წინვე გადაკიდა ძლიერად, თვითონვე აპირებდა ბურთზე შეყოლას, მაგრამ იქ ფეხი დაუდეს და წააქციეს. საჯმა ეს ყველაფერი ვერ დაინახა, რომელიც ზურგით იყო და ბოლოს აუტი. თუმცა უხერხულად დავარდა კვირიკაშვილი. რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი, არ ამგონია. ეხლა თვითონაც ჩაუქროლა იმ 4 ნომერს გვერდით, მაგრამ იმანაც ხარი ატაკა, ესეც ხადია. არავინ არ ჯდა რომ მაინც 4 ნომერთან ჩაერბიდა. აშკარად იმისკენ წავიდა და იმანაც დაარტყა. ორივე დამნაშავეა. მეკოს უნდა რომ იმისთვის ჯარიმა გამოეწალა და ის უნდა გაწეულიყო. იმანაც ადგილი არ დაუჭირა. კვირიკაშვილი წამოდგა, სერიოზული არაფერი ხდება და გაგრძელდება შეხვედრა. აბა ცვლილებები არის მოშალოდნელი ახლა და ჩვეულებრივად გამოაცხადებთ ხოლმე როცა ცვლილება მოხდება. აგერ შეუცვლიათ ზუსტად ამ გდები გამოვცვალეთ ირაკლი ნატრიაშვილი შემოვიდა შალვა მამუკაშვილის ნაცვლად და იქნებ დერეფანში ახლა ცოტა დაალაგდეს თამაში და ნატრიაშვილი ჩაება უკვე დერეფანში ააგდო ბურთი მოვიდა ჩაერნა და ჯარიმა პირდაპირ. აი ახლა გავჩერდეთ და 15-13 გახდება თუ გავიტანთ იმ ჯარიმას. ირაკლი ნატრიაშვილმა ააგდო ეს აუტი, როგორც გითხრათ უკვე ზალმა, ირაკლი ნატრიაშვილი საფრანგეთის ბრივი მე-16 ნომრით უნდა იყოს იგი მინდორზე. არ უნდა ვიჩქაროთ, მეკომ ახლა წყნარად უნდა დაარტყას, მით უმეტეს რომ დღეს დარტყმა მისდის. დაუშვათ ღმერთმა დაიპაროს და ააცილა. ისინი იქიდან ახლა ვერ წამოიღებენ მაინც ან 22 იქნება, ან ახლოს დაარტყევენ აუჩი და ბურთი ისევ ჩვენი დარჩება. ანუ აქსიომას გავიმეორებთ, რომ დასარტყმელი ჯარიმა უნდა დაარტყას კარში. זה კარგი პოზიცია ნამდვილად ზუსტად 40 მეტრია თან ამ სტადიონზე ოდნავ ახლო არის 100 მეტრიანი მოედანი არ არის მთლიანად 96 ანუ 48 მეტრია კარის პირდაპირ. გამორბენი დაარტყა და არის 38 კარის პირდაპირ უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა რა გამნიშნობა აქვს 51 წუთზე 15-13 საქართველოს ამარცხებს იაპონიას. 15-13 ისევ წინ გავედით. მოპოვებულ შენარჩუნება ჭირდება. რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაკლები დრო დარჩება მატჩის დამთავრებამდე, სიტუაცია მით უფრო დაიძაბება. სწორედ აი იქ უნდა გამოჩნდეს გუნდის გამძლეობა, ბრძოლის უნარიანობა. ერთ სიტყვით ყველაფერი ის, რაც ამშვენებს რაგბის და ამასობაში იაპონელებიც ცვლიან მოთამაშეს. 19 ნომერი შემოვიდა სრულიად აშკარაა. 19 შემოვიდა 6-ის ნაცვლად. ანუ ვინ დატოვა? ჰედრიკ ტუი გასულა. მესამე ხაზელი იაპონიის ნაკრებისა და 19 ნომრით მაიკ ბროთჰერსტი. გახლავთ? რა თქმა უნდა, ძირძველი იაპონელია, სახელგვარზე ეთყობა ზელანდიელი ბრძანდება. კარგია, ორქულიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი შეტევა.
ანუ არ უნდა გავიმეოროთ პირველი ტაიმის შეცდომები, გავაგზავნოთ თამაში მთლიანად 40 წუთისა. კი ძნელია ახლა სათქმელად. ნახეთ რამხელა რეიდი იყო ესა. შინებული შეტევა. შესანიშნავი. ჯერ შარიქაძე, მერე გორგოძე, მერე დათუნაშვილი, ახლა თოდუა. თავარია ბურთი. აი ახლა გაიქცა კვირიკაშვილი და ლელო. ლელო. აი ასე. აი ასეთნაირად. განმეორებით ამ ეპიზოდს ნახავთ და მე მინდა ვთხოვოთ ჩვენს რეჟისორს ლევან ლეკვეიშვილს, რომ აი ეს გრძელი ეპიზოდი გვაჩვენოს თუ ამის შესაძლებლობა არის. ნახოთ, გამოვიტანეთ ჩერკინებიდან ბურთი. შემდეგ რა 9-10 ლაპუსერიზე კვირიკაშვილი. შემდეგ საქმეში ჩაერია გორგოძე. შემდეგ ბურთით დათუნაშვილია. მერე თოდუა. შემდეგ კვირიკაშვილმა 9 ნომრის პოზიციაზე აიღო ბურთი და როგორც ფრთის მოთამაშემ, ხაზის მოთამაშემ შეუტია მარჯვენა ფრთიდან და შეიტანა ბურთი იაპონელთა ჩათვლის მოედანს. ესე იგი მეკო მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა იყო 9 ნომერი და მე 10 რო არ ყავდა გადაიყვანეს 10-ზე და სულ ყველა იძახის აქამდე რომ ის საუკეთესო პოზიცია არის 9 და აი მართლა თეკლა მივიდა იქ აი ბოჭვის არეში იქვე აიღო 9 ნომრის პოზიციაზე ბურთი და გარედან შემოურბინა სულ ყველას მოკლებთაზე და გაიტანა ლევ. ეს გახლავთ მერაბ კვირიკაშვილის მიერ გატანილი მე-7 ლელო ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. სულ 342 შეხვედრას ატარებს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ვეტერანი, ასე დავარქვათ, რეალიზაციაც ჩინებულად დაარტყა. ანუ დღეს 100%-იანი შეგვიძლია საქართველოს ნაკრების მე-10 ნომერს მერაბ კვირიკაშვილს, ფრანგულის სენ ჟუნიანისა და ჩვენი ნაკრების ნახევარმცველს 63 შეხვედრა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. თემურ რა მოხდა ის 9 ქულიანი ფორა აღდგა ზუსტად. იყო 9-0 გაგვიტანეს 13 ქულა, ახლა ჩვენ გავუტანეთ 13 ქულა. 22-13 ამ დროისათვის ანგარიში 54 წუთზე. დიახ, კარგად დავიწყეთ მეორე ტაიმი, ისევე როგორც დღევანდელი შეხვედრა. ცვლილება არის ჩვენთან, ესე იგი ზირაკიშვილის ბაგიურად 3 ნომრის ბაგიურად შემოვიდა 18 დუდუკ უბრიაშვილი იაპონელებთან 2 ცვლილება ყოფილა. კარგად არის დღეს მოწყობილი აი ამის აი სამსახური კარგად მუშაობს 5 და 6 გავიდნენ და შემოვიდნენ 19 და 20. ანუ 2 გემ ორკინალი გაიყვანეს და ახალი 2 შემოიყვანეს. ბროთხერტი და ჰოლანი შემოვიდნენ. ჰოლანი ტონგელი ბრძანდება თუ არ გვეშლება. გავიდნენ თომსონი და ტუი, ანუ ზელანდიელი და ტონგელი და შემოვიდნენ სხვა ზელანდიელი და ტონგელი. ჩვენთან გავიდნენ ქართველები შალვა მამუკაშვილი და დავით ზირაქაშვილი და შემოვიდნენ ასევე ქართველები ირაკლი ნატრიაშვილი მე-16 ნომრი და მე-18 დუდუკ უბრიაშვილი. საფრანგეთის კლუბი ტულონი 24 შეხვედრა ეროვნულ ნაკრებში. იაპონელები ჩვენსავე ნახევარზე ახლა სწრაფად შეეცდებიან, რა თქმა უნდა, დანაკარგის ანაზღაურებას და მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ დაცვაში და არა დაცვითი პოზიციიდან, არამედ შემტევი პოზიციიდან უნდა გავაგრძელოთ თამაში. ეს ჩვენ გამოგვდის, ეს ნახეთ ამ 2 წუთის წინ და აი ასე უნდა ვითამაშოთ. საკმაოდ შორი მანძილიდან აპირებენ კარში დარტყმას. 45 მეტრიდან იგი ახლოდან კარგავ ხავსულიან. ერთი აი ესეთი მანძილიდან იყო 40-დან დაარტყა სულ პირველი საათი. და საკმაოდ მახვილი კუთხიდან გაიტანა გარდასახვა. გარდასახვა კარგად გაიტანა. ანუ ახლოდან უტყავს კარგად, ხოლო შორიდან როდესაც ესე იგი იმის ფიქრი აქვს, რომ თან ფეხს ძალა უნდა დაატანოს და მაგარი დაარტყას და შორსა აქ აი მაშინ აცილებს. ხოლმე ის მიზანი უცუდდება. აი ნახოთ. ნახოთ. თუ ეს თეორია გაგვიმართლებს, მაგაზე კარგი რა იქნება. ეს 45 მეტრი, ზაპირ 44 მეტრი ვთქვათ და ამის კარის გამწყვეტი გორომო. აიუმო გორომო. ჩვენები თუ თამაშობენ კლუბებში, ისინი თამაშობენ კორპორაციების ნაკრებ გუნდებში, ანუ პროფესიულ კლუბებში, რომელსაც ასპონსორებენ ცნობილი კორპორაცია. ნიკოხი, პანასონიკი, სანტორი, ტოშიდა, კინეცუ, ტოიოტა, იამაჰა და ასე შემდეგ, კობე. მანდერადაც ზუსტი გამოდგა გორომარუს მიერ დარტყმული ჯარიმა
და 22-16 გახდა ანგარიში. ანუ 6 გოლა არის 2 ჯარიმა თავარ წინ 2 ჯარი 2 გოლით. ანუ როგორც ვატყობ ნერვიულობა არ მოგვაგდება ბოლომდე. ნერვიულობა ჯანდაბას მთავარია მოვიგოთ მატჩი და რა თქმა უნდა საინტერესო სანახაობა ვნახოთ. რაგბის სანახაობა და როდესაც იგი იმ გუნდის გამარჯვებით თავდება, რომელსაც გულშემატკივრო, რა თქმა უნდა ეს მაგათ აი იმათ კიდე შეცვალეს ერთი მოთამაშე, ახლა აი ამ პაუზის დროს 18 ნომერი შემოდის. 13-ის ნაცვლად მე მგონი თუ არ 3-3-ის მაგილად, 3-ის მაგილად 18 შეცვალეს 3-ს. 3-ია თუ 13? 3. 3? ბურჯი გავიდა, შემოვიდა სხვა ბურჯი. ძალიან კარგი. ახალი წესები 16, 17 და 18 არიან პირველ ხაზელები, ანუ ცვლიან 1, 2 და 3-ს. დავარტყით ცენტრიდან აიღეს, თავიანთ 22-ში არიან, გამოგზავნდნენ ახლა იქიდან. ოცდაორშიც ხელით თამაშობენ იაპონელები, აძლევენ თავის თავს ამის უფლებას, ნახოთ. უნდა გეგმა აქვს რომ იქიდან გაარღვიონ ჩვენი დაცვა 19 ნომერი 4-1, მაგრამ შეიძლება იქ თერმოვერი შეეყვანოს. აი თუ იქ მოიხევთეთ ბურთი, მაშინ საქმე ცუდად წაუვათ. აი 14 ნომერი ხიროსეკინაღამ გამოგვექცა და ყოჭებში შევგოჭეთ, მაგრამ 20 მეტრი გამოიარეს. საკები არიან მაგისტრის, კარგა ითამაშეს. ელდება მათი ერიში და კონტაქტში გადავარდა ბურთი წინ. მაგრამ არ დაუკარგავთ. თუმცა არა. დაინახა საჭმარო საჭმა მე მათ ხარეს გადავიდა ბურთისა და ამიტომ დაგვინიშნა შერკინება. შერკინებაში უნდა დავჯაბნოთ. ოღონდ დინჯათ ახლა აღარ უნდა გამოგვიგორდეს მოგებული ბურთები. და ყველაფერი აეწყო. ისე რამდენი ანგარიშია 22-16 და 22 გოლიდან 22-ვე მერაბ კურიკაშვილის ანგარიში. რა თქმა უნდა. ჩვენები ისევ ცვლიან მოთამაშეებს. აგერ მიხეილ ნარიაშვილი შემოვიდა ვახტანგ მაისურაძე. 17 და 19. ანუ 17 ნარიაშვილი რა თქმა უნდა შეცვლი და არც არის საკითხავი ხიჩაგიშვილი შეცვლი და ხოლო აი ვინ შეცვალა? გიორგი ნემსაძე. ნემსაძე შეუცვლია? კი. მაისურაძეს. ანუ დათუნაშვილი დარჩა მოედანზე. აი კუბრიაშვილს ხედავთ იქ 3 ნომერზე ის არის ხო 18 აწერია სულს. რას დავინახეთ ჩვენმა შეკინება უკან დაიხიათ. რაც დიდი მოულოდნელია. მაგრამ გამოვიტანეთ მაინც ბურთი მე მეკომ გადაკიდა წინ. შინებულათაც. შესანიშნავია. არ დაეცა. ესე იგი მინდორზე პირდაპირ გადაკვეთა. იგი ხაზი და ამიტომ იქ სადაც ბოლოს დამტკმელი იდგა, იქიდან უნდა მოიწვა. ეგონა რომ მინდორზე დაეცა. ესე იგი. ხოლანი გვითხრდა. აი დასას ბურთი, მე ტანაკა. მე ჰორიე. 40 მეტრზე თამაშობენ ჩვენი. ფრონტის შუამდე გადმოიტანეს უკვე ბურთი. ისევ 40 მეტრია, ცოტა მეტი გასავლელი. დაუხვდა მე ჩვენი დაცვა კარგად. უკან დაახევინა 5 მეტრით. ეხლა ვნახოთ ყოველი პასით ესენი უკან წავლენ. ბოლოს თავიანთ ნახევარდას შეიძლება გადავიდნენ. აბა ვნახოთ 45-ზეა დიდი ჭიდაობა, ჩვენ ვცდილობთ ზეზეულად ვიჭიდაოთ, ცენი ცდილობენ დაწვნენ, გამოიტანეს იქიდან 20 ნომერი, 20 არის ახოლანი. ტანაკა კიდე გადააბეს ფაზები. სახიფათო შეტევა 22 მეტრი აქვს ახლა გასავლელი, აი ეს 9 მეტრი, ესე ბროთხერში და ხოლანი რომ შემოვიდნენ, კარგად თამაშობენ აქტიურად. და დასვენებული არიან, თან ეთყობა იმაზე გამოთვალეს, რომ ცოტა დაღლილი იქნება ყველა და ამიტომ ეს ბიჭები უფრო კარგი მოთამაშეებიან, ბოლო წუთში შემოინახეთ, ხორიემ შეუტია, გადააბეს ფაზები. აკი დრო 59 წუთია, გაყინული ეთყობა, აშკარად მეტი არის. კიდევ ერთი შეტევა.
აბავენ ფაზებს ერთმანეთში, აი ესეთი დიდი შტურმი მიდის და ესე ნელ-ნელა გაიარეს ამდენი ხა დროა წავართვა. ანა მე ვერ ვარ საქმეც იმაშია ზავ. კოლელიშვილი დაუხვდა კარგად გამართული. ისევ იაპონელები, ისევ მათი შეტევა. კი 23 ნომერით შემოსული ყოფილა. წინპასი იყო 10-მა, მაგრამ ახლა პატარა წინპასი და ახლოდან წინპასი არ არის ზელანდიურ გაგებით რა ვქნათ. შემდეგი კიდევ. აი მაყურებელი ამხნევებს ბიჭებს ახლა. იგზნო მაყურებელმა რომ ესე ჩუმად ყოფნა შეიძლება ამდენი ხანი. შეგვიგონეს მერე თოდუა მაიღო მისა მაჩხანელი წამოვიდა. პასი აქეთ. შარიქაძეს. კარგია. შესანიშნავია ყველაფერი. აჭარავა. შემდეგ ვინ არის? მაისურაძე. ამოვედით რამის ჩვენი ლელოდან აი ესე თამამად გამოვაქცუნეთ და 5 პასით ამოვედით 60 მეტრზე. ერე აბუსერძემ გადაკიდა, მაგრამ მიყოლა თორე ისინი დაიწყებენ იქ თავიდან ახლა. იქ დაეუფლა ბურთს 14 ნომერი იაპონელებისა, როსე, მათი კაპიტანი და იაპონელები თავისავე ნახევარზე არიან ბურთით. აი ესე სწრაფ კონცერტებას წამოიწყებენ. ბოლომდე ჩაათამაშეს, მარცხენა ფრთიდან უდევს იაპონიის ნაკრები, იქ შევხვდით. ჩვენსავე ნახევარზე მოვიდეს ცენტრთან ახლოს, თავარია ბურთი უნდა წავართოთ როგორ. არა, ბურთს ვერ ვართმევთ იაპონელებს, ანუ ისინი გჯობნიან ამ ეპიზოდში, აი ამითი და გაშლილ თამაშიაც უპირატესობა მოიპოვეს. სწრაფად არის გადასვლა ახლა უკან საჭირო და გაძლიერება დაცვითი ზღუდეების. ჩავჭერით ეს გადაცემა, ისევ იაპონელებს დარჩათ ბურთი. მაჩხანელმა ითამაშა კარგად ამ ეპიზოდში. მაჩხანელს დააჯარიმებენ იმაზე, რომ ბურთზე ხელი ჩაუკრა, თუმცა აი კარგი კონტაქტი იყო და გოჭვა იყო და მე მგონი ბურთზე პასი არ ჩაუკრია ხელი არა, ის მოთამაშეზე წავიდა, ამიტომ დარჩათ იაპონელებს ბურთი, ისინი გვიტევენ, ჩვენ საბე 22-ში არიან. მაგრამ ხეირზე ათამაშებს საჯი და დიახ. იქნებ რამენაირად გავაჩეროთ, ვერ ვაჩერებთ. როის დაარტყანის ჯარიმა, აი რომ საოცრად სწრაფი გუნდია იაპონიის ნაკრები. რა სიჩქარეებზე თამაშობენ. მოგვიახლოვდნენ დაახლოებით 5 მეტრი. არ ჩერდება ბურთი, შეტევის ხან მარცხენა, ხან მარჯვენა ფრთა, ხან ცენტრში. ნუ დათვაში დამაში ძალიან ძნელია ამ დროს, იმიტომ რომ დიდი ენერგია მიაქვს ამას ყველაფერს. ბურთი უნდა დავიბრუნოთ როგორმე, მაგრამ არა, საჭი ჩაერია საქმეში. მესამე ხეირს ათამაშებდა და მე ბოლოს გადაწყვიტა რომ დაუსტვენო. აი 20 იყო ხოლანი, მე აი ის მომენტს გვაჩვენებენ, როდესაც ზუსტად მაჩხანელმა ჩაუტყა. 23 წუთია გასული თუ ჩემი წამზომი არ ტყუის, იმიტომ რომ ხო რაღაცა მოხდა იქ და თქვენ ეკრანზე და არც ჩვენ დროის კონტროლის საშუალება არ აგვაქვს, ანგარიში 22-16-ია. საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და ჯარიმის დასაქმნელად იაპონელები ემზადებიან. ნუ მაშინ ვიმუშაოთ ჩვენის წამზომით და ავთვალოთ როგორც 23 წუთი მეორე ტაიმს. დაარტყავენ აი ამდენი ყოლების მერე. ძალზე ბევრი დიდი მანძილი გაიარეს. აი ესე თამაშ. მერე ჩვენ წავართვით ბურთი და კარგი 5-6 პასით ცენტრამდე ამოვედით. მერე გადავკიდეთ რა თქმა უნდა უდროთ, როგორც გვჩვევია ხოლმე. იმათ თავიდან წამოიღეს და კიდე იმაზე უარესი შტურმი მოგვიწყეს და ბოლოს იმით გათავდა, ყველაფერი გაწევ გამოწვევი დამთავრდა და ბოლოს ისინი ათხოვენ ჯარიმას კარში. სამჯერ ათამაშა ხეირით ამ საქმე ამ დროში. იაპონელებს აი ამ მომენტში. ამდენი წუთი იყო სამწუხაროდ ამდენი წუთი. მე ვიდეო ანალიზით დავინიშნავთ და გაიტანეს ის ჯარიმა, სხვაობა დარჩა 3 ქულა. გორომ არ უნდა არტყა ისე ზუსტად იაპონელების დამტყმა, მას მხოლოდ ერთადერთი დღეს ლევანდელ მატჩში პირველი ჯარიმა გაუწოდა, დანარჩენი ყველა შედეგიანი იყო და ისევ შეამცირეს ანგარიში სხვაობა ჩვენმა სტუმრებმა. 22-19 3 ქულამდე დავიდა ანგარიში სხვაობა, ახლა
ბეგაძე შემოდის აბუსერიძის ნაცვლად. ალბათ 15 წუთი რჩება. ბეგაძის მაგივრად აბუსერიძე. პირიქით აბუსერიძის მაგივრად ბეგაძე. აბუსერიძის მაგივრად ბეგაძე დიახ. აუ ნახოთ კიდევ ვიღაცას ვცვლით. დათუნაშვილი გადის და მის მაგივრად ვინ უნდა შემოვიდეს? თხილაიშვილი. უფრო ხმალაძე შემოსულა კიდევ ხმალაძე შემოსულა 22 ნომრით. პრაქტიკულად ყველა შეცვლა გამოიყენა საქართველოს ნაკრებმა. ხო, აი დიახ, თხილაიშვილი შემოვიდა ნამდვილად. უფრო მობილური მოთამაშეა, სწრაფია, დათუნაშვილზე და სუთიაშვილი გადავიდა მეორე ხაზში, სულიად აშკარაა. ხმალაძე ვის ნაცვლად არის, რა მოგახსენოთ, ჩარიქაძე მოედანზეა და ეგ იმას ნიშნავს, რომ თედო ზიბზიბაძე 23 ნომერი ვეღარ შემოვა. მაგდანაც 7-ვე შეცვლა გამოვიყენეთ. გორგოძე თუ დარჩა მინდორზე? კი, ყველა მოედანზეა დანარჩენი. ესე იგი სუთიაშვილი, კოლელიშვილი, გორგოძე დარჩა შერკინების სასტარტო შემადგენლობიდან მინდორზე. მივადევნოთ ისევ თვალი იაპონელების ამ შეტევას, არა. დანარჩენი პირველი და მეორე ხაზი მთლიანად შევცვალეთ. იაპონელებს აგერ 21 ნომერით შემოუყვანიათ. 21 ნომერი საერთოდ არის გოცხრა არის ხოლმე. 15 წუთზე ნაკლები რჩება მატჩის დამთავრებამდე სამქულიანი სხვაობით ვიგებთ შეხვედრას 22-19, მაგრამ თამაშით იაპონელები გჯობნიან ამ მონაკვეთში, წინა მონაკვეთშიც და აი ახლა რაღაცა თუ არ გადავაწყეთ, რაღაცა თუ არ გავიაზრეთ, ეს დარჩენილი 14 წუთი, ან 15 წუთი, შეიძლება საერთოდ კიდევ რაღაცებიც დაამატოს. რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმრები მაქსიმალურად შეეცდებიან ანგარიშში სხვაობის შეცვლას. უნდა ვიმარჯვოთ. აუტი მოვიგეთ მაგალ ნახტომში ჩამოიღო მაისურაძემ. შევკარით მოლი. დამასობაში რა ვქენით? ბურთი დავკარგეთ? არა, ჩვენია. არა, ჩვენია ბურთი. იაპონელები დაჯარიმდნენ. ძალიან კარგი. ლაშა ხმალაძე ბურთით დაარტყა წინ ძლიერად მეტოქის ნახევარზე, იქ ფეხით ცდილობდა ბურთის გაჩერებას ერთ-ერთი იაპონელი მორიგო, მაგრამ ბურთმა დატოვა სათამაშო მოედნის ფარგლები, გაცდა იქით პირით ხაზსა და უკან დამხმარე ზონის ხაზს. მაჩხანელი მოედანზეა, ყიასაშვილიც მოედანზეა, სულიად აშკარაა. როგორ ჩანს კვირიკაშვილი არ არის და ხმალაძეა. 22 ნომრით. ანუ ღერძი, აბუსერიძე, კვირიკაშვილი არ არის, ბეგაძე, ხმალაძეა ახლა მინდორზე. რაცია ხმალაძემ ძალიან კარგად და შვენივრად შებოჭა გორომა. მაგრამ ბურთი იაპონელებს დარჩათ, ფეხითვე დააბრუნეს უკან. ახლა ვინ? მაჩხანელი დაეუფლება ამ ბურთს. ყიასაშვილს დაუბრუნა, უხეიროდ დაარტყა ყიასაშვილმა. ცუდი დარტყმა იყო, ეს პრაქტიკულად მიუტევებელი შეცდომა მცველისა. და ჯარიმა იქნება. ალბათ ანგარიში ვერად დაგვიჯდება ყიასაშვილის ეს შეცდომა. იჩქარა ახლა ყიასაშვილმა, არ იყო საჭირო. ეს გასატანი პოზიციაა და სულ 3 ქულა გვაქვს უპირატესობა. პაწუცე ოდნავ მეტი, ჩემი წამზომით მოგახსენებთ, დროის ჭეშმარიტებაზე თავს ვერ დავდებ, იმიტომ რომ ჩვენი ტაიმერი რომელსაც თვალს ვადევნებით მოიშალა, ეკრანზე დროის კონტროლი არ აგვაქვს. იაპონელები ჯარიმის დასარტყმელად ემზადებიან. 20 მეტრია პირდაპირ 20 მარჯვენა ფრთიდან. აი ხლა იქნება მაინც დაუსვინონ, რა თქმა უნდა. კომენტატორები ვერ დაუსვენთ ხლა აქედან.
სტადიონზე მოსული მაყურებელი კი იმისთვის არის, რომ კაკაფონია დააყენოს აქ. ნუ ცოტათი აღელდეს მეტოქე დამთხმელი და აციოს. აი ვექსომება ძველად ქალაქურ სპორტ სასახლეში რა ხდებოდა ისინი რომ ჯარიმებს ესწრებდნენ. დაარტყა ნერვებიც მტკიცე ქონია გორომარუსა და დარტყმაც ზუსტი 22-ით 22. გათანაბრდარში. და ალბათ 70-ე წუთი იყო, ალბათ. აბა ვნახოთ ახლა რა გვჭირდება 10 წუთი სათამაშო და ფრეა. ცენტრიდან განვაახლებთ შეხვედრას. ლაშა ხმალაძემ დაკიდა იაპონელთან ნახევარზე მაღალი ბურთი, იაპონელები დაეუფლნენ ამ ბურთს. მე მომეჩვენა რომ წინ გადავარდა, მაგრამ საჭმე როგორც ჩანს მიღების დროს ვერ დაინახა ეს ყველაფერი, მაგრამ ასე თუ ისე იაპონელები თავისავე ნახევარზე არიან ბურთით. აი იქვე ახლოს უნდა შევიბოწოთ, ანუ არ უნდა მივცეთ სივრცე თამაშისა. რაშიც უდავოდ გჯობნიან იაპონელები. დაარტყეს. ყიასაშვილი დაეუფლა. და აუჩი დაარტყა. ჩაფიქრებული სხვა იყო, სხვა გამოვიდა, მაგრამ მას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ბურთი სახიფათო ზონიდან აუჩი დაარტყა ყიასაშვილმა. იაპონელები მოაწვიან აუჩს. ჩვენ ნახევარზე ხდება ცენტრის ხაზიდან 10 მეტრის მოშორებით. შოტა ჰორიე აგდო ბურთი მოიგეს, გაიტანეს კარგად, მაგრამ არა. შერკინება დაინიშნა, რადგანაც ბურთის აგდებაში შეცდომა დაუშვეს იაპონელებმა. კიდიდან 15 მეტრის წყვეტილზე შერკინება. ჩვენ შევაგდოთ ბურთს თამაში, გიორგი ბეგაძე იზავს ამას ყველაფერს, ეს შერკინება აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგანაც ყველაფერი ხდება მოვედნის ჩვენს ნახევარზე, ბურთი უნდა შევინარჩუნოთ. როდესაც ბურთი იაპონელებს აქვთ, ისინი ძალიან ხშირად გჯობნიან იმით, რომ ბურთს არამს და არამს ართმობენ. მოვიგეთ შერკინება. წამოიშალა და თავიდან უნდა დაეწყოს. დანაუმაგა თქვენს ეკრანზე კონსულტანტი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა სპეციალურად აი ამ ორ თამაშზე ჩამოსული ჩინებული მორაგბე რაგბის მეგა ვარსკვლავი და გეტყვით იმასაც რომ 74 მატჩი აქვს ახალი ზელანდიის ნაკრებში ათამაშები დანაუმაგას 111 მატჩიზე 14-ში და 2000 წელს, ანუ საუკუნის დასაწყისში, იგი ახალი ზელანდიის საუკეთესო მორაგბედ დაასახელესა და ასევე იგი აღიარეს საუკეთესო მორაგბედ. 2005 წელს კი IRB-ის წლის საუკეთესო მორაგბის ნომინანტი გახდათ. შემდეგ სამწუხარო მუშაობა გააგრძელა მან საფრანგეთში, ითამაშა კიდეც გია ლაბაძესთან ერთად ტულონში, შემდეგ ამავე გუნდის მწვრთნელი გახდა და მასთან დავით ქუბრიაშვილი გამოდიოდა ტულონში. ერთი სიტყვით ჩვენი სტუმარი ამ ორი კვირის მანძილზე ლეგენდარული დანაუმაგა, რომელიც უშურველად ეხმარება თავის კოლეგასა და მეგობარს მილტონ ჰეიგს საქართველოს ხაზის გაწვრთნაში. ქართული სპორტის ახალხემსმართველობას ხედავთ კადრში ახლა მინისტრ ლევან ყიფიანს და მინისტრის მოადგილეებს. გიარა ფავა მათ შორის ცნობილი ქართველი მორაგბე. ამაშობას შერკინება. ჩვენ შევაგდებთ ბურთს, გიორგი ბეგაძემ შეაგდო, მოვიგეთ. არა. იაპონელები დაჯარიმდნენ.
საკმაო ეშმაკობასაც ხმარობენ ზალო თუ მიადევნე შენ თვალი იაპონელები ცდილობენ სტატიკაში რომ ჩვენ არ დავძრათ და არ ვათრიოთ ისინი ჯარიმდებიან შემდეგ ადრევე ჯარიმდებიან ადრევე ჯარიმდებიან გადაეწყობიან შენ გაძლევენ ბურთის დარტყმის საშუალებას ამ შემთხვევაში ჩვენ აუჩი დავალტით ბურთი ხოლო იმ სათამაშო სიტუაციაში ანუ დინამიკაში სადაც ისინი უფრო გჯობიან უფრო ფეხმარდების სწრაფები უფრო ზუსტნები და ასე შემდეგ არიან აი ცდილობენ რომ ტაქტიკურად ეს კარგად აქვს მათ დამუშავებული ახლა ჩვენ რა თქმა უნდა ამის საწინააღმდეგოდ რა უნდა მოვიმოქმედოთ ის რომ შერკინების მოთამაშეებმა ბურთი ხელში უნდა ჩაიგდონ და სწორედ არა დინამიკაში არამედ სტატიკაში უნდა დაჯაბნონ თავიანთი მეტოქეები. ახმალაძემ დიდებულად არტყეთეთებურ მოიგო ერთბაშად რაღაც 50 მეტრი. ჩინებული იყო ეს აუტი, კარგათაც მოვიგეთ და აი შევდით. ამას გეუბნებოდით ზუსტად. აი ახლა მოლში ბურთი ჩვენა გვაქვს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ძალისმიერობის უპირატესობა, შევუპიოთ. მედგრადგანან იაპონელები ვერაფერს ვერ იტყვით. წინ ჯერჯერობით ვერ მივიწევთ, ბურთს ვაკონტროლებთ. მოლში გვაქვს უპირატესობა. აი წავალთ მე რა ცოტათი გვაჩერებენ ხოლმე. აი კიდევ ისევ წინ, აი ასე. აი ეს უნდა დაუპირისპიროთ ზუსტად იაპონელების იმ პატარა ეშმაკობას, რასაც სტატიკაში ახლა დაიძრა მოლი მაგრად არ გამიგიან 10 მეტრი გაგვრჩება, ახლა განზე წაგვიყვანეს და ჩაგვიქციეს. გამოიტანა ბეგაძემ ბურთი. ჯვარზე შეიყვანა ხმალაძემ ყაჭარავა. არ თედო ზიბზიბაძე შემოშულა. ზე კაჭარავ აღარ არის მოედანზე. თედო ზიბზიბაძეა 23 ნომერი. გორგოძე დაეჯახა მეტოქეს ბურთს ჩვენ ვაკონტროლებთ. აი იაპონელი გამოათრია იქ თვითონ რომ ხელს უშლიდა ბურთის გამოტანაში ეს დაშვებულია გიორგი ბეგაძე იყო იგი. იქვე ისევ წერტილოვანი დარტყმა ადგილობრივად ბურთი ხელში გვაქვს და აი ახლა ისევ მოლიდან უნდა გავაგრძელოთ თამაში არა რაკში გადავიდა თამაში კვლავ მასობაში მიუახლოვდით იაპონელების ჩათვლის მოედანს 5 მეტრიან ხაზამდე დაგვრჩა 1 მეტრი ანუ სულ 6-7 მეტრია მიზნამდე მისაღწევი და არამც ახლა ხელიდან ეს შანსი არ უნდა გაუშვათ რადგანაც თამაშის დამთავრებამდე დრო ცოტა რჩება ანგარიში თანაბარია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ახლა რომ ბურთი ვაკონტროლებთ. შეცდომა არ უნდა დაუშვათ. 5 მეტრიან წვეტილზეა თამაში. პიასაშვილი არ ეკნის პოზიციას დადგა რა კაჭარავაც მოედანზე ესე იგი შარიქაძე არ არის მოედანზე. და ერთ მომენტში იყო ანუ 8 შეცვლა გავგიკეთეთ. იაპონელებს დაუვარდათ ბურთი ხელიდან. ჩვენ გამოგვივარდა და ოპერატესობა მათ მისცა საჭი. თამაშობენ იქინა რა თქმა უნდა. სანამ საჭი არ დაუსტოს არ უნდა გაჩერდა ჩვენები გაჩერდნენ. და სწრაფად გადმოვიდნენ შეტევაში იაპონელები. კონტრშეტევა პირველ ტაიმშიც ნახეთ მათი პირველი კონტრშეტევა რა უცაბედი ელვისებური იყო. აი სწრაფად უკვე მოედნის ცენტრი გადამოკეთეს იაპონელებმა. ჩვენი კიდენი ჯანი შევაწყვიტეთ 5 მეტრა წვეტილზე ვიყავი და ვერ მოვახერხეთ ბურთის შეტანა და ეს სწრაფი კონტრშეტევა უკვე იაპონელებისა. შეგახსენებთ რომ საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორები არიან ლუდი ნატახტარი, ნავთობ კომპანია გალფი, კომპანია RGM Goldi, რაგბის კავშირის მხარდაჭერია კავკაზუს ონლაინი, ქართველი მორაგბეები დაზღვეული არიან არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში. მოედნის ჩვენსავე ნახევარზე იაპონელები ბურთით. 40 მეტრი აქვს ჯერ გასავლელი და იქიდან რომ წამოიღეს გაუჩერებული. ვერადა ვერ გამოუღლიტეთ ბურთი ხელიდან ამ იაპონელებს. დრო კი სულ ცოტა რჩება. ალბათ 2-3 წუთი ალბათ ჩვენი წამზღნით ვაკონტროლებთ ახლა. პროსიძულებულები ვართ 22-22-ია ანგარიში, უაღრესად დაძაბული მატჩია, უაღრესად საინტერესო შეხვედრა აქ მიხეილ მესკზე თბილისში. შეგახსენებთ ეს არის საერთაშორისო ამხანაგური ტესტი მატჩი საქართველოსა და იაპონიის ნაკრებ გუნდებს შორის ბურთით ჩვენია. ფეხით გადაკიდა ახლა წინ ბეგაძემ და რა გადავიდა აუჩი ბურთი ძალიან კარგი აუტი იქით აღმოსავლეთ ტრიბუნებთან ბურთმა გადაკეთა კიდის ხაზი დაახლოებით 10-12 მეტრი პირითი ხაზიდან აუჩი გადავიდა ბურთი ეს აუტი უნდა მოვაწოდოთ. ნუ
არაერთი რეპორტაჟის დროს მithქვავს და ახლაც იგივეს გავიმეორებ, ჯერ ეს აუტი უნდა მოვიგოთ. ჩინებული პლაცდარმია ემისა დავდოთ და მატჩი მოვიგოთ. ნახოთ. რამდენჯერ მე ამან გამემართლა ზალ, ნახოთ ახლაც თუ გაამართლებს ეს ყოველივე. შეიგრა დატრიალდა იქ იაპონელები არიან ბურთით. და ჯარიმა მერე სუთიაშვილი დაჯარიმდა. არა, გაათამაშეს სასტრაფოდ. ამჯერად არ გაჭრა ჩემმა ჯადოქრობამ ბურთი დავკარგეთ იაპონელები მართალია თავისავე ნახევარზე, მაგრამ ბურთს აკონტროლებენ და თამაშის დამთავრებამდე ამ 2 წუთსაც მაქსიმალურად შეეცდებიან რომ ბურთი მათ ჰქონდეთ. როგორმე უნდა წავართოთ ბურთი. ახლა ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ვერ ვახერხებთ ამას. სწრაფი, მობილური, საინტერესო გუნდია იაპონიის ნაკრები. თქვენ წარმოიდგინეთ ძალის მიერიც. მერე მარცხნივ ჩაათამაშეს. კიდეზე გადავდენოთ ახლა კიდის ხაზი, დამატებითი დამცველია საერთოდ. თუ აქეთ ათამაშებენ. და ამ საჯი ჯარიმას აძლევს მათ. არეკნით დაარტყეს. არეკნი გაიტანეს. და გაიტანეს და აი აქ ჩვენს გვერდით იაპონელთა სამწვრთნელო შტაბია და მათი მუშტების ცემის ხმა მინაზე ალბათ გაიგეთ. თამაშის დამთავრებამდე პრაქტიკულად აღარაფერი იყო დარჩენილი, იაპონელებმა დაარტყეს. ხელზე თამაშობდნენ, საჯი აპირებდა ჯარიმის დანიშვნას და მე აღარ დაელოდნენ იმ ჯარიმას და ცადეს ორმაგი შანსი შეიქმნეს. ეგ დაარტყავდნენ არეკს, თუ ვერ გაიტანდნენ, მე ჯარიმა მაინც ერგებოდა. აი ეს არეკნი, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც დღევანდელი მატჩის ბედი. ამრიგად დამთავრდა საერთაშორისო ამხანაგური ტესტ მატჩი საქართველოსა და იაპონიის ნაკრებ გუნდებს შორის. ეს იყო უაღრესად საინტერესო შეხვედრა თავისი დრამატიზმით და ბოლო წამზე იაპონელების მიერ დარტყმულმა არეკმა გამარჯვება ჩვენ სტუმრებს მოუტანა 25-22. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ზუსტად 1 კვირის შემდეგ აქ ამ სტადიონზე თბილისში მიხეილ მესხზე დღის 3 საათზე დაიწყება კიდევ უფრო ჩემის აზრით საინტერესო შეხვედრა, რადგანაც ფიჯის ნაკრები უფრო ძლიერი გუნდია იაპონელებთან შედარებით, საქართველოს ნაკრების მეტოქე სწორედ ფიჯელები იქნებიან, ასე რომ თუ მობრძანდებით ამ სტადიონზე, თქვენ ჩინებულ სანახაობას იხილავთ. ეს ყველაფერი კვირის თავზე 24 ნოემბერს დღის 3 საათზე აქ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ფიჯის ეროვნული ნაკრები იქნება. ამით დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი რეპორტაჟი. გადაცემის რეჟისორი გახლავთ ლევან ლეკვეიშვილი, კომენტატორები ზაალ გიგინეიშვილი და თემურ ჯაფარიძე. მადლობას გიხდით ყურადღებისათვისა და 1 კვირის შემდეგ ჩვენ კვლავ აქ შევხვდებით ამ ეთერში ერთმანეთს. ტრანსლაციას წარმოგიდგენთ ლუდი ნატახტარი, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი. რაგბი ჩვენი თამაშია. ნატახტარი ჩვენი